მოგესალმებით მეგობრებო. ბოდიში მოგიხდით. ორი დღე არ გამომივიდა, ვერანაირად ვერ მომახერხე ვიდეოს გადაღება. აი 22 რიცხვისთვის გიხდით ბოდიშს. გუშინ 23-ში იყო დედას დაბადების დღე. და ამიტომ ცოტა სხვა რაღაცებს უფრო ვფიქრობდი ვიდრე ვიდეოს გადაღებაზე. და ჩაგისვავთ გუშინ დილას და გუშინ საღამოს ვიდეო რაც გადავიღე რა. მინდოდა გუშინ სხვათა შორის გვიან დამედო ვიდეო, მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ რომ 15%-ზე იყო უკვე ბოლოს რომ თქვი რომ ჯდება თქო ტელეფონი და სახში რომ მოვედით უკვე 6%-ზე იყო. ეს ჩემი ტელეფონის დამახასიათებელი ის არის რა ნიშნები. და მოკლედ ვერ გადავიღე. ანუ ვერ გავაგრძელე, იმიტომ რომ ცოტა მქონდა და კიდე რაღაცა უნდა ჩამეწერა და მომეყოლა თქვენთვის რაღაც ამბები და მე უნდა ასე ვთქვათ რენდერი გამეკეთებინა და ამეტვირთა. მოკლედ არ მოხერხდა გუშინ და ამიტომ ეხლა მოვედი. დღეს ისედაც ვაპირებდი თავისთავად ვიდეოს გადაღებას, სოსომითარ გინდა თუ არა საღამოსაც გადაიღე ვიდეო, რა ვიცი, ვნახოთ აბა რა გამოვა. ხო, ეხლა ვიყავით ჩასული, ხო, ჩაგისვავთ ჯერ გუშინდელ ვიდეოს ჯობია. ნახეთ და გავაგრძელოთ. მეგობრებო, დილა მშვიდობის. ნახეთ. როგორ მიხარია ხოლმე თოვლს რომ ხედავ. სამწუხაროდ ისეთ დროს არ მოდის ხოლმე ეს თოვლი, როცა შუქი მქონდა აწეული ძალიან. როცა მაგალითად ახალი წელია. მოკლედ ეხლა ვის ნახევარია თენდება. სახურავებზე ვაიბერ ვადიდებ, რატო აჰა გავადიდე. ისეთი კარგი ჰაერია, ძალიან მიყვარს თოვლის ის რო არის, ანუ თოვლის დროს ჰაერი რაღაცა სხვანაირია, რაღაც გემრიელი. ძალიან მიყვარს. აქ ჩემთანაც დადო. აი აქ, ნახეთ? აი. რაც უდია, საერთოდ მობილური ღამის იმას, ანუ ღამე რა რო თენდება ეს ჯერ არ არის ისე არანათებს. არ ჩანს კარგად. და ხეები მაინტერესებს, ხეებზე არ ვიცი, საერთოდ დევს თოვლი სახურავებზე ვხედავ. აი ეგ სასტუმროს იმასაც ნახეთ, გამოჩნდა პატარა სახურავები როა. ვერა გაზის სუნი მოდის აქ. აქ არის გაზის მილი. ხო არ ჟონავს. ადრეც გამიგია, მაგრამ ესე ყოველთვის არ არის. ვიამოყირავდა. ხო და მომწევს მე მგონი რაღაც სამსახურში დარეკვა. მაინც პანჯერასთან არის. ეს სასურველი ნახეთ. ტროტუარზეც კიდევს თოვლი. აი ავტობუსში გაივლის ნახეთ. ნეხირს ნორმალური თოვლის დანახვა. სხვათა შორის ღამე რო თოვლთან გავედი, იქით მხრიდან რა, ეს მხრიდან ეს ჩვენი ეზო არ არის, ანუ ეს მეზობლების გვერდითი ეზო არა. ანუ პანჯერას სადაც გამოდის და ანუ ჩვენ ეზოში რო გავიხედენ კიბეებზე და აი ამისა აივანზეც, ანუ კიბეებიდან რო ამოდიხარ რა, ესე რო აივანი, ესე სულ თოვლი იყო და ხებით არ გამოვიარე. ღამე ხო გიჟივით ვერ ჩავედი. არა და მინდოდა მე და სოსო რო ჩავსულიყავით. ცოტა გვეგუნდავა, მაგრამ ეხა იმ ხელა თოვლიც არ არის, რომ ვიგუნდავთ. ეხლა მანქანებიდან შეიძლება აგვეღო ხო თოვლი, არ ვიცი, მოკლედ ესეთი ამბები. ისევ თოვლის მეგობრებო, ცოტათი უფრო განათდა, გარემარე, გარეთ. არ ვიცი, ეხლა კამერაზე არ მგონია ჩანდეს ისე წვრილად თოვს. ისე წვრილი თოვლი როა ეგ მოდის, ანუ ფანტელები წამოვიდოდეს, კარგი იქნებოდა. გადავიღებდი
გონი 2 თუ რავი რამდენი წლის უკანდელი ვიდეო მაქვს ერთი სადაც ჩანს აშკარად დიდი ფანტელები იმის მე კარგა ხანია არ ყოფილა თბილისში ნორმალურად თოვლი ამასაც ვერ დავაქმნე ხა ნორმალურ თოვლს მაგრამ საერთოდ რო არ იყო შარშან იმას კი ჯობია ნუ მე ვიძახი აი არ დადო რა ესე თან მით უმეტეს რა ვიცი ასფალტზეც იდო ხეებს რაც შეეხება ხეებზე არ დევს ისე მე მახსოვს კარგა ხნის წინ ნიკა ჯერ პატარა იყო დაბარდნილი იყო ისეთი აი დახუნძული ტოტები თოვლით და საერთოდ ტოტები ძლივს გაჩანდა მოკლედ რაშჩივი მთავარია ხო მოვიდა დღეს მე და სოსო და წავიდეთ დედა ჩემთან დღეს ჩემი დედიკოს დაბადების დღეა და აი ზეცამ ესეთი საჩუქარი გაუკეთა სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა როგორი საჩუქარი გაუკეთო რა მინდა რომ იყოს პრაქტიკული თან მინდა რომ იყოს ესეთი რაც ძალიან მოეწონება მოკლედ რაღაც იდეები კი მაქვს მაგრამ არ ვიცი როგორ გავიხორციელებ მოკლედ აი ესე თავს აი პატეწუნა ესეთი ფიფქებიც ვივა მგონი გამოჩნდება კი ჩანს აი ვანთან ჩანს და დაინახავთ უფრო ქვემოთ ჩანს ხოლმე როგორც წესი თოვლით მოწედეთ აი ძალიან წვრილია წვრილესია ვიცი ძალიან რაღაცა პიქსელები დიდი იმედი მაქვს რომ ფანტელები წამოვა და მინდა რომ ერთი დღე მაინც გაჩერდეს ეს თოვლი რა მოხდება ნუ დღეს ესე იგი ჭვილი შეგიჭამეთ ამ თოვლზე ლაპარაკით იმიტომ რომ ჯერ ერთი რო ქალაქიდან რა გავსულოთ რა 2 წელი იქნება უკვე და თითქმის ხო რა და თან ხა თოვლიც არ მინახია უკვე კარგი ხანია მონატრებული ვარ მარტო ვიდეოებში და მარტო ფილმებში აი თოვლი კაცი როგორ დაითოვლია ნახეთ რა კარგია თოვლი ქათქათა ნახეთ საფეხურებზე როგორ დევს თოვლი ჯერ არავის არ დაუდგია ფეხი მეგობრებო ეხლა არის 11 საათი 12-ია დაწყებული მოვდივართ მე და სოსო გამარჯობა მე და სოსო მოვდივართ დედა ჩემისგან მიულოცეთ ნინოც ნახეთ ჩემი სიძე ბავშვები მოკლედ ვიმხიარულეთ და გამოვედით და ნახეთ რა მინდია თოვს აი როგორ თოვს ნახეთ უკვე დადო ეხლა გაჩვენებთ აი ნაფეხურებს ჯერ არავის არ გაუვლია ჯერ კი არა დილამდე ალბათ არავინ არ გაივლის კარგად თოვს აი ბურუსივით არის ნახეთ როგორი ბურუსია და ეხლა თან ისეთი დაღლილი ვარ უძინარი ცოტა მეძინა და რა ვიცი მინდა რომ მივოთ დავიძინო მაგრამ აი მე კარგი ხო ნუ სოსოს და ეხლა ახალგაზრდა ხარ შემოწმე და არ გადარდებს ესეთი მე ხო დავბერდი მედია გავწმინდა ცოტათი გაიწმინდა ნახეთ როგორ თავს თავზე შეხედეთ თოვლი მადევს უკვე სოსო ქუდი არ დაიხურა ამაშიც აი ქუდიათ მე ამაშიც თბილად ვარო მოკლედ ხედავთ აი თოვლში მოვყევით აი ხო არის იტყვიან ხოლმე რომ წვიმაში მოვყევი ჩვენ თოვლში მოვყევით მაგრამ მიხარია იმიტომ რომ აი ესეთ ამიჯი კარგი ხანია არ მივილია მართლა არ მივილია გუშინ ანუ დღეს დილა მოკლედ კარგი საღამო იყო შენ მოგეწონა ხო ძალიან ნუ რაც ფსავარია დედას დაბადების დღე და მე ბავშვები რომ ნახე გული გამინათდა ვაი მე რა საყვარლები არიან ჯერ პატარები ისეთი პაწაწუნები არიან ვიღაცა მკითხა ნინო რატო არ იღებს ვიდეოს ვერ გადაიღებს ჯერ მეგობრებო ფიზიკურად იმიტომ რომ იმდენად თათვირთულია ხალხი ერთ შვილს 2 და 3 ვერ უვლის ხოლმე
სათანადოდ ანუ დრო და ისა და ცოტა სხვანაირი სიტუაცია აქვს. დიდი სახლი აქვს. იმ ორსართულიან სახლს დალაგება უნდა ყოველდღიურად რაღაცა მოწესრიგება, ბავშვების სკოლაში, იქით, აქეთ, მოკლედ. ბევრი საქმე აქვს რა. 6 შვილი. 6 შვილი არ არის ეს ხა 3, 4, 5, 6. არ გამიკვირდება მეშვიდეც რომ ეყოლოს. არა. ხო და ესე. მივალთ ახლა სახში ხელი გამეყიდა. ესე გაშვედილი მაქვს ახლა ხელი დამეღალა კიდევაც და გამეყინა კიდევაც. კაი ამაზე. როგორ თავს მეგობრებო? ნახეთ. დაჟე მანქანების სასიარულო გზაზეც კიდევ თოვლი. ნახეთ. აი შუაში. ნუ სადაც ხეები ეფარება. ძალიან საფათოც არის, შეიძლება მოცურდეს მანქანა. ეხლა გადავალთ გადასასვლელზე. შეხედეთ, აი შუა გულში რა ბრელა თოვლი დევს. აქეთ არ არის, აქეთ რა ხდება? აქეთ უბრალოდ აქტიურად დადიან ეთყობა. არა, აქეთ უფრო აქტიურად დადიან, იქით მხრიდან რა ვიცი, ცოტა მანქანა მოდის ეთყობა. ჩვენი გადასვლა მოდი. აუ ეხლა ეს დააპაუზებს ის დაატორმოზებს, სასწრაფოა, მოდი იჩქარა, იქნება ეჩქარება სასწრაფოს. სასწრაფოს უნდა ჩქარება. ხო არა, ეს რა იცი რა ხდება. სად მიდის? ნახეთ. ასე რომ ითოს, არ ვიცი, ალბათ კარგად დიდი თოვლი იქნება დილისთვის. მობილური მიგდება მეგობრებო, მომიწევს ახლა გათიშვა. მოკლედ აი ესე გამოიყურება ნახე. არ ვიცი ახლა გამოჩნდება თუ არა. აი როგორც ბრილიანტები ისე ჭკვინავს ხოლმე. არა, ისე არ ჩანს. რაღაცა რაკურსით უნდა. ისე ჩანს ხოლმე, თითქოს ბრილიანტები ყრია. მოკლედ, ვიყავი ახლა მაღაზიაში. სხვათა შორის გუშინ მართლაც აუცარი დღე იყო. აი, არ ვიცი, რაღაც ძალიან უცნაურობა მოხდა. ჩემებთან რომ ვიყავი, ანუ დედას დაბადების დღეზე რომ ვიყავი, ესე იგი, უკვე რომ გამოვედით იქიდან, დაიწყო თოვა. ცოტა მოდიოდა და ესე იგი, უკვე რომ გამოვცდით იმ ქუჩას, სადაც დედა ცხოვრობს, დაიწყო აი ბარდნა, რასაც ქვია, კარგად თოვდა და ესე იგი, სახლში შემოვედით თუ არა და თოვლი გაჩერდა. გეფიცებით, აი თითქოს ჩვენ მოყვებოდა მე და სოსოს გზაში ეს თოვლი. ხო, აი ესეთი, რა ვიცი, ძალიან გახარებული ვიყავი გუშინდელი დღით. ყველაფერი დადებითი ერთბაშად აეწყო. ხო, კიდე დღეს ის მოხდა კარგი, რომ როგორც იქნა კრედიტი, დღეს ანუ დავხურე რა ამ თვის და დავიშვენე ცოტა. ხო, ახლა მაღაზიაში ვიყავი ჩასული. ჩვენთან მარკეტში ცოტა ბრინჯი ამოვიტანე იმისთვის ტოლმა თუ რა ქვია ის ბულგარულში რო კეთდება რა ხო ფარში როგორც ტოლმა რა მოკლედ ბულგარული ტოლმა ქვია მგონი ხო და ეს მარკისთვის ვიყიდე და ცოტა შაქარი და შაქარი დამთავრდა ახლა დავაბინავებ უცბად და თან მოგიყვებით მოკლედ ჩემს რა ვერ ვნახე გუშინ, იმიტომ რომ სამსახურიდან რომ მოსულა, დედას მიულოცა და მე წავიდა სახლში. ანუ ცალკე ცხოვრობს. ოთხანდახან დედასთან რჩება ხოლმე, როცა თავისი შვილი მოყავს შაბათკვირებზე. და მოკლედ ისეთი ამბები, ხო. ახლა მე გამოვიღებ ფარშს.
მედია გავვა, მერტა ჩემო არა, ამას რა ეშველება გუშინ გარეთ მედო ცოტა ხანი. აი ეს იმაში რომ იყიდება რა შეფუთულები სხვათა შორის მომწონს, ნორმალურია. უბრალოდ მე კმაზავ ჩემებურად რა, აუჭურჭელს დასარეცხი მაქვს. მოკლედ საქმე ბლომად არის. გუშინ მიუხედავად იმისა, რომ გვიანი იყო, იატაკები მოწმინდე, მოკლედ ხანდახან არის ხოლმე, რომ გვიანაც ვერ ვჩერდები ხოლმე. ეხლა ეს ძალიან ის არის მაინც, გავალობს ხო გზა არ არის. ცოტ-ცოტას ამოვიღებ, ეხლა მჭირდება ქვაში გავაკეთებ ფარს თუ არა. არა, მინდა ჯამი ან რაღაცა. ბევრი ხო არ მინდა. ანუ ბულგარული უნდა დავწერო და ბულგარულს ბევრი არ მინდა. ბულგარული ბევრიც არა მაქვს. ასე რომ რაც არის ცოტა საფიგოთ გამჭირდება და მწვანილები გამჭირდება, მოკლედ. ესე იგი, ეს არის ბულგარული. მე და სოსოს გვეყოფა. თუმცა ეს ისე გვიყვარს ორივეს, მე და სოსოსაც, რომ ჩემი აზრით მაინც არ გვეყოფა, ანუ არ გვეყოფა იმ გეგმით, რომ გემრიელობაა რა. სტაფილო ცოტა დამჭა, ამას ჩავახეხავ. მწვანილები მაქვს ფინზი და ოხრახუში. ოკეი. ბრინჯი ხავს გავუკეთებ. წვრილად დაჭრილს ან რო გავხეხო იმაზე სახეხზე. მოკლედ ახლა გავაკეთებ ფარშს, შევკმაზავ. ბულგარულს გავამზადებ და დავდგავ ტომატი დამჭირდება, ისე კაი იქნებოდა პომიდორის აი ზაფხულში უნდა იმას ვქნა იაფად რო იქნება პომიდორი და მე მეორადი პომიდორები როა კიდე ხო იცით სადილის პომიდორებს რო ეძახიან ეგეთებს ვიყიდი ხოლმე და მაქსიმალურად ვეცდები რომ დავხუფო და შევინახო რომ ზამთარში მე გამომადგება. ნუ ეხლა როცა გაქვს ბევრი საშუალება, არც ზამთარშია პრობლემა, გახვალ და იყიდი ის ბოთლებში როა, ეს შუშის ბოთლებში არის, ძალიან კარგი გონი იტალიურია, პომიდორის ის არის, აი ცოცხალი პომიდორია გატარებული და მაგას ვკეთებ ხოლმე, როცა ვაკეთებ, ეგრეთ წოდებულ ტიფტილებს მაკარონით და მაგ-მაში რა, ასე ვთქვათ, ძალიან გებრელია, ეგეც ძალიან უყვარს სოსოს. ხო. აი ესე ერთი სიტყვით კარგი დღე იყო გუშინ, ძალიან კმაყოფილი ვარ, დღესაც გამომყვა ის ხუთში რატო ვარ, კურტკა გავიხადე მაინც ახლა სულ კურტკაში რო ვარ ვიდეოში, მაგრამ ხუთს მაინც ვერ შეველი, იმიტომ რომ სივა მინუსებია. ეზა გავგიჟდი მობილურს და დავხედე -6 იყო, ახლა ჩვენთვის სიცივია -6, იმიტომ რომ კლიმატი ჩვენთან სხვანაირია, სინესტე, ანუ ნოტიო ჰაერია, ახლა რუსეთში და იქით ციმბირში და იმაში მშრალი ისა და იქ სხვანაირად იგრძნობა ის სიცივე და ჩვენთან ძალიან მართლა ძვალში და რბილში რო იტყვიან ისე ატარებს. ხო და ესე მეგობრებო, აი ეს ხახვები ნერვებს მიშლის. ხახვები ნერვებს მიშლიან. ხანდახან უნწია ხოლმე ისეთი და ღერა და ვერ გავარჩიე რა. ყოველთვის თითო ფენას ვაცლი გარედან, იმიტომ რომ რაღაცნაირი გემო აქვს, წყლარტეთლა ისეთი და არ მომწონს და ამიტომ ვაცლი ხოლმე ერთ ფენას გარედან. ხო, ესა. ეხლა იმეებს ამოვჭრი, ეს ნაგავში ჩავყარო. ასე. სულ მაქვს 6 ბულგარული. გუშინ თუ როდის იყო გავაკეთე ბარკალი, სულ გავარჩიე, ხორცი გავაცალე და ეს რა ქვია, სუსუ წვრილად დავჭერი, იმიტომ რომ ის არა მაქვს რა, არც ჩოფერიო თუ რა ქვია იმას. ადრე
დედაც ხოვე, მათხოვე მეთქი და მქონდა ცოტა ხანი, მაგრამ რაღაცა ის ქონდა თვითონ ჩასასმელი რაღაცა გაფრჭებული და მაგრამ მაინც ასეთვისი აკეთებდა. ბლენდერში არ კეთდება, ხო და ამიტომ ძალიან წვრილად ისე დამჭერი, ну ფაქტიურად ფარშივით რა, დავაგუცმაცებ. დავაკეთებ ხათმის ხორცის კოტლეტები, შუათშორის ძალიან გემრიელი გამოდის. ჩვეულებრივად უკეთდება ხახვი, კინძი, ოხრახუში და მარილი, წიწაკა, ну აი გემოვნებით და არაჩვეულებრივი ქათქათა ესეთი თეთრი, შუათშორის საკმაოდ ახლა ხახვს თუ ოდნავ მეც გავუკეთებ. ჩვეულებრივ ხახვს თეთრს რა, გამოდის ისეთი წვნიანი და ძალიან გემრიელი თეთრი კოტლეტები. ანუ წვნიანს რას ვიძახი, ანუ მშრალი არ არის გამომშრალი. აი ფილებში როა ხოლმე რა, ეს ასეთი მშრალი. ხო და ეს ამათაც შეათ, ახლა ამათაც დავუყრი საჭმელს. მოვჭრათ ეს გულები. ხა ეს ჯამში ჩავაწყრო, გავეცხო. ასე. ესეც ასე. ой, ჯერ დავაპურო კატები. კატები. ხო, ეს პურის ამოვიტანე თავისთავად. ჩემი პური, ჩვენი. მაგრამ ჩემსაც უფრო ვეძახი, იმიტომ რომ სასოს ცოტა თეთრ პურს მაინც საჭმელ ხოლმე. ой, ხო, გუშინ კიდე ვიყიდე, ეს დედასთან რომ მივდიოდი, გზად ვიყიდე ესეთი მაკარონი. ძალიან მიყვარს სხვათა შორის ეს მაკარონები, გეცოდინებათ, აი პატარა ისა, ნასურეტები რო აქვს შიგნით რა. ეს არის კარგი აი ტიფტილებისთვის, ასევე ლოკისთვის, ანუ ლოკი, იმითი. სოია соуსი კი არა და აი მე რატომ ავიწყდება ესეთი რაღაცები? სოსო. ის ხო, აი მისმენდა ტერიაკის соуსი კეთდება, ძალიან გემრიელია, მოკლედ ბულგარული ხორცი ნებისმიერი, ანუ ან ძროხა, ან კატამი, რაღაცა ესე წვრილად იჭრება და მოკლედ ვოქი რა, ხო იცით როგორია. იქ არის ცოტა კომბოსტოც, ანუ კომბოსტო დაჭრილი ესე გრძლად, ასევე მწვანე ბულგარული, ეს ტერიაკის соуსი, არეული, ну მოკლედ ძალიან გემრიელი რაღაცაა და მის მარცვლებს აყრიან ხოლმე რა ქვია კაცო, სეზამის მგონი ხო. რეზერვი ხა მე. ხო. გამო ატადის საჭმელი მაქვს ამ პარტით ჩადებული. აუხარდათ. გაიწიეთ. დაგიყაროთ, ხო და დაგიყაროთ, მაცალეთ. ხო და ახლა ამათ ჩავუყრი. ერთი შენ და ახლა შენ, ხო, სამუდობი. მოდი ახლა რაღაცა გაზის სუნი მიცა თითქოს. ეს ასე. მოკლედ ახლა გავარჩევ ამას. სხვა რა ხდება, სხვა ისეთი ხო, რას ვამბობდი, რას ყვებოდი, ანუ ჩემი ძმა წავიდა მალე და დარჩა დედა მარტო სახლში დაბადების დღეს და კიდევ კაი ჩვენ მივსწარით რა, მალე მივედით მე და სოსო. ხო და მე რაღაცა გაზის სუნი მცემს. არა, უკიდან არ არის. ვინმე ჩვენი გაზი ხო არ ჩართო? დაუკითხავთ, აი იქ ცენტრალურიდან ვარ გადაწია თქო. სოსო, შეგიძლია მოხვიდე ერთი გაზის სუნი მცემს, აბა, მართლა? თუ მეჩვენება. გაზის სუნი არ არის ნამდვილად. რაღაცა გაზის სუნი მცემს. მესობისგან ხო არ შემოდის. გამარჯობა. აბა ნახე. არ არის გაზის სუნი. აბა? მე რა ვიცი. აბა მოჩვენებები დამეწყო?
ღმერთმა დაგვიფაროს, გაზისუნსო მაშვები ხოლმე ეგრევე 1000 ცუდი აზრი მიჩდება ხოლმე. ან მე ვარ კარგად და არაფერია. ვერ ვიფრთხილი. ანუ კარგად პირიქით? ხო, საკარგო. სარკაზმულად. ხო და მოკლედ მივედით და ვიყავით მარტოები რა, ანუ ვანდა მუშაობდა. უსაყვედურე მეთქი რაღაც დღეს მეთქი ვერ გაინთავისუფლეს სამსახურში თქო. დედა გახდა 75-ის. ხო და მოკლედ მე მოვიდნენ ჩემი პატარა დაიკო თავის მეუღლესთან ერთად და 6 შვილთან ერთად. ყველა იყვნენ. ხო და ისეთი აი ხიარულება იყო, ისეთი ჟრიამული იყო, მოკლედ ძალიან კარგად ხსნობდი თავს. მომენატრა. რაღაც მომენტებში მენატრება ხოლმე ხალხრალობა, თუმცა ადრე ხარ ვცხოვრობდით როგორც დიდი ოჯახი, ხო? აი სიმართლე გითხრათ, მქონდა ხოლმე გადაწვის, გადაღლის პერიოდები, იმიტომ რომ არ მქონდა განცალკევების პირობები, რომ აი რაღაცნაირად ცოტა რომ განიმუხტო, დაისვენო რაღაცნაირად შენთვის. ყოველთვის ანუ უნდა ერთმანეთს, ნუ ახლა ანგარიშს უწევდით თავისთავად, მაგრამ როცა შენ მოგინდებოდა, მაშინ ვერ დაწვებოდი, ვერ დაიძინებდი. ნუ ახლა ხო ვერ შეზღუდავდი ადამიანს, რომ არ ილაპარაკო, ისმოდა მაინც ახლა კი ვთქვათ, სხვა ოთახში ხარ და რაღაცა, მაგრამ ისეთი ის იყო, ხო იცით, აი გადატიხრული კედლები როა რა, ადრე ძველად რო ტიხრავდნენ და ის იყო აკუსტიკა, რომ საკმაოდ კარგად ისმოდა ტელევიზორის ხმაც, დიალოგებიც, ყველაფერი ამოკლედ. ხო და რაღაცა ისინი უნდა გაგეკეთებინა ყურში. რომ არ გაგიყვეს ხმები და თქვენ დაგესვენა რა, დაუშვათ სამსახურიდან მოსულს, ხო? და სხვათა შორის იყო ხოლმე ხშირად რომ გვიანაც რომ არ დაუძინიათ, სოსოს ეღვიძებოდა და მოკლედ რა პრობლემა იყო რა. იმიტომ რომ ყველა სჭირდება რაღაცა ცალკე ისა, ასე ვთქვათ, სივრცე. ხო, ან ისე მდიდრულად უნდა ცხოვრობდნენ, ყველას სათითაოდ ისეთი ოთახები ქონდეს, გერმანულად იმაში რა სტუდიებში რა რა ხმა რო არის ის. ეს კი არა აქედან ისმის ხოლმე, ახლა კარები იქით ვინმე რო დადის და ლაპარაკობს ან რაღაცა, ყველაფერი ისმის ხოლმე კარგად. აი ხაც მესმის დიალოგები. მეზობლები არიან მოსულები და აჰა. ამ ლაპარაკში გამოვშიგნე კიდე ბულგარულები. ხო, ახლა მას გავრეცხავ. ვთქვათ, მოყარე ეს მარცვალი. ესეც ასე, ბულგარულები გზად არის. ახლა სტაფილოსაც გავთლი. დარჩენილ სტაფილოს. რა ვიცი, ტომატთან ერთად სტაფილო ძალიან გემრიელია, ანუ ლეჩოს ის გადაკრავს ხოლმე. ხო და ესე. და ნუ თოვლმა ხო საერთოდ დააგვირგვინა გუშინდელი დღე. უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ არ დაგვხდომოდა ტელეფონი და ვიდეოც გადამეღო. ზუსტად იმ განწყობაზე და ის გადმომეცა ის განწყობა, რა თქუში მქონდა. ძალიან მხიარული. ჩამოვკიდებ ესეც ასე. მეტამებს ახლა გავიცხავ მწვანილებს და დავიწყებ გაკეთებას. ეს იმედი მაქვს, რომ იმედია, არა, მოვოდი, რომ მალე გავყვება და უკვე შევკმაზავ, ქვია თუ რაც ქვია. ზოგი რატო იძახის შეკაზმვას? შეკაზმვა ახრება ცხენის. შეკმაზვა ქვია. მე როგორც ვიცი, არ ვიცი, აბა შემისწორეთ თუ არასწორად ვიძახი. შეკმაზვა, ანუ სუნელებით შეკმაზვა ხდება და არა შეკაზმვა. შეკაზმვა, კაზმავენ ცხენებს. შეკაზმული ცხენები. დაილოცოს ნინო, ესე იგი, რომ მახსენდება მე რა ტანჯვამა გამოვლილი ამ ცივი წყალის გამო ყოველ ზამთარს წარმოიდგინეთ ცივ წყალში ხელები, გარეთ რო ციოდა და შენ კიდე ცივ წყალში რო გაქვს ხელები, ეს იყო რაღაცა კატასტროფა.
და არ ვიცი რა გიქცევით სხვანაირად გრძნობ თავს ეს ხარში ცოტა მოვხსენი ზემოთ რაც რბილი იყო დანარჩენს შევინახავ მე გავაკეთებ ტეფტილის სოსო რო გაიგო ისე გავუხარდა მეთქი ჯერ მეთქი გავაკეთებ ამ ბულგარულის იმიტომ ბულგარული მე მაცივარში გაფუჭდება დიდხანს ვერძლებს ეს მეგონი ეს უნდა იყოს რა ვიცი ხო ბრინჯიც ხო გაუკეთდება და გაიბერება ახლა ცოტას გამოვაკეთებ კიდე ეს გავასწორო ეს პატარა კონტეინერი ერთჯერადი კონტეინერი აჰა აი ამას შევინახავ ამას გადავაკრავ ამ თავის კარკებს ასე გავუშვებ საყინულეში ეგეთი კიდე მოგწოდა ადრინდელი ოღონდ ეს უფრო ცოტაა და რა გაყინულია ნახეთ და მე შევაერთებ ერთად და გამეყინა ხელები ეს ხო ის არის სივია ყავაზეც არ ვიტყოდი ახლა უარს ხმისთან დარბილდება ჯერ კიდე ის არის აკლია გავღობა ამას დავუმატებ ბრინჯს დავიღებ ბრინჯი ბრინჯს რო დავუმატებ უფრო სწრაფად დაიწყებს გავღობას გავლებით რა ვიცი გავავლო ეს ბრინჯი უნდა გავლება უნდა მოდით გავავლებთ მაინც ეს აღარ მინდა ამას ჩავარეცხეთ ეს მაკროში ცოტა ბრინჯს გავავლებ და მაინც ცივა აი ხო გეუბნებით სახლში თუ არ იმოძრავეს გამორიცხულია რა აი ძალიან ცივა არა ეგრე რა უნდა იმოძრავო ეხლა წარამარა ეხლა გასროლა და ცოტა ხოლო დათბება მაგრამ რა ვიცი რასაც ქვია რეფლექტორს ჩახუტებული ვარ ხოლმე მე კატებიც მეწოდებიან ესენც ხო მომიცუცქდებიან ხოლმე ო ესეც ასე მგონი ერქვა ორა კაია ცხელი წყალი გავითბე ცოტა ხანი გამითბა სული და გული და ქესისი იცი გადავწურო ეს თორე ეს გამოვა ბრინჯის გაწვევა არ მიყვარს ესეც ასე რა ცხოველია სხვათა შორის ახლა ვისაც თუ გაქვთ ესეთი გამაცხელებელი ანუ ეს დენისის რო არის თანამედროვე გამოცხელებელი რომელსაც მას არ ჭირდება და თვითონ ისე მოწყობილი რო არ ჭირდება და ანუ საერთოდ ახლა რომ მოუშვებთ ნაკადს თავისთავად არის თბილი, ნელთბილი
და თუ დაარეგულირებთ, ოდნავ თუ მოუკლებთ, ხო, წყალი ანუ იწყებს უფრო გაცხელებას და ტემპერატურაც ეწერება. Даже მაქსიმალური, ანუ 50 გრადუსიც ამიწევია. ხო, კიდევ ერთი ლაიფჰაკი. დღეს ლაიფჰაკების დღე. ისა მოკლედ ეს ელექტროსაბანი ხო აჩუქა მეზობელმა სოსოს და რაღაცა გაუფუჭდა და ის გასაკეთებელი მაქვს მე ვერადავერ დავატკი რა საშველი რომ გავაკეთო და თან ჩემთვის ჯერ უცხოა ეგეთი ისა და მეშინია რამე უფრო არ გავაფუჭო რა თვითონ არ დავწვა მთელი პლედის იმაზე რაც გაყვანილობაა და ამიტომ უნდა ზუსტად ვიცოდე რას ვაკეთებ ელექტრობაში ვერ ყვევი მაგრამ იქ არის გადამყვანი დენის რომ ანუ უნდა გავარკვიო რა მოკლედ და ამიტომ ახლა შეჩვეული რო იყო ამას პლედს დაწოლამდე ვთავდით რომ გათბებოდა მე ვთიშავდით და შეწოვდა უკვე თბილში რა და იძინებდა და ახლა შეჩვეული რო იყო ამას მე რა ვქნათ და მოვიფიქრე კოკაკოლის ბოთლები ლიტრიანი ბოთლები ვავსებ მდუღარე წყლით აი რასაც ქვია მართლა მდუღარე წყლით და ადუღებულით არა აი აქ კანში ესეთი კარგად ცხელი წყალი უმეტეს ხელს რო ვერ შეეყოფ ისეთი ცხელი წყალი და სხვათა შორის ძალიან ფორმას არ იცვლის ეს ბოთლები უბრალოდ ოდნავ დაპატარავდნენ ხო და ესე ორ ბოთლს ავსებს საწოლში დებს ფეხებთან და თბება ძალიან კარგად ხო და მე მაგალითად ახლა მერითი ვთბები ვანდამ რომ მაჩუქა თუ გახსოვთ ცოტა ფუმფულა პლედია ესეთი ფაფუკია ძალიან ისეთი ჰაეროვანი მოკლედ ჯერ ეგ მაფარია და ზემოდან საბანი სუროთ ხელი საბანიც გეფაროთ ხო გეუბნებით იმდენად რაღაცნაირად აცხელებს მართლა აცხელებს ხუმრობის გარეშე ესე იგი ამ ადიელას ეს სერიფერის რომ აქვს აი მაღაზე ვიძახი ფუმფულა რა ესეთი ღუნღულა და მაგას რო ვიფარებ მოდით ჩუბია გაჩვენოთ ალბათ ხო გონი მოვიტან აი ამაზე მაქვს მეგობრებო ლაპარაკი აი რაღაცით ბარხაც რო გავს რა აი ესეთი ხელი ანუ მე მგონი ნიკორაში თუ კარფუში თუ სადღაცაც რა იყიდებოდა აი იმაზე ვიძახი აი ესეთი ფუმფულა ის არის რაღაც ბარხატის მაგვარი ოდნავ რო პრიალებს და ძალიან ეს არის მჩატე და ფუმფულა აი ამას ვიფარებ ჯერ და ზემოდან სამას და გეფიცებით რაღაცა 1-2 წუთში თელი ტანი აი ცხელდება მართლა აი ანუ იმდენად რაღაცნაირად აი ეს რაღაც ფიზიკის კანონები მიხედვით რაღაცა აღმოვაჩინე და მინდა რომ გაგიზიაროთ რომ თქვენ იცოდეთ თუ გაქვთ მსგავსი პლედი ანუ ღამე რო თბილად დაიძინოთ მშვენიერი გამოსავალია ხო და ასე მეგობრებო ბრინჯი ამასობაში შევურიე ახლა წანილსაც გავრეცხავ გავაკეთებ ისე მეზარება ამ სიცივეში რაიმეს გაკეთება ახლა აი გიფიცებით ძალით იმაშვები ახლა აქ ცივა რეფლექტორი კიდე აი აქ დგას გავიზის ახლა თბება აქეთ გამომიწია ეს შევასილე ბრინჯი დამჭა აქ ხახვი და მწვანილები და всё ანუ მარილი და ციტაკა არ მაქვს დაბქული არც დაღიღილი იყოს ისე თუმცა კაი იქნებოდა რამე ცოტა მწარე მაქვს ერთი ინდური თუ რაღაცა აზიური სუნელი მაქვს მაგრამ ამ ეს სხვა არომატს მისცემს და არ მინდა ეს უხდება ეს აზიური სუნელი ინდურ მაღაზიაში მაქვს ნაყიდი უხდება ძალიან იმას ლაფშა რო იყიდება ანუ სუპებს რო ვეძახით დეშირა კი არა უფრო იაფასიანები როა და გემო დიდი არაფერი რო არ აქვს ამას რო უმატებ დეშირაკის გემოზე დგება ზუსტად მართლა ხო და ესეთი არა გეფიცებით დღეს ლაიფჰაკების დღე მაქვს კარგით მეგობრებო
ძალიან დიდი ვიდეო რო არ გამოვიდეს და თან სოსო ელოდება მობილურს. აბა და 30 წუთამდე ავედი თითქმის. კარგით, აბა დროებით, დაგემშვიდობებით. საღამოს გადავიღო? მომცანება. შემიძლია საღამოს გადავიღო, მეგობრებო. კარგიო, ისეთი ტონით მითხრა, კი ბატონო. კარგით, მეგობრებო, აბა დროებით.